საქართველოს სურს მშვიდობა და ისწრაფვის ევროპისკენ. ამ არჩევანს პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიზნისკენ მიმავალ გზაზე სწორად სიარული. სოფო ბერიძე შალვა პაპუაშვილის გზავნილის შესახებ. მშვიდობის პროექტი, რომელმაც დროს ვერ გაუძლო და 75 წლის შემდეგ საკუთარი იდეის ანტონიმად იქცა. ეს სოციალურ ქსელში დღეს შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მთავარი პათოსია. პირველი კანონმდებელი წერს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის მიზანი უსაფრთხო და დაცული მომავალია, თუმცა მისივე თქმით, პროექტი, რომელიც მშვიდობისთვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. ამ საკითხზე დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვიდრე დადგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დრო, ევროკავშირი მის შიგნით არსებულ გამოწვევებს დაძლევს. ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა სანამ მიზანთან მიხვალ ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდელის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე. წინდახედულობამ და არა სულ სწრაფობამ გამოგვატარა ქართულ ხალხს ათასწლეულები. დღევანდელ შეშნილ სამყაროში ჩვენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესრულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს. ის რომ ევროკავშირი მშვიდობისთვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი ნიშნავს, იყო პასუხისმგებლიანი ძალა. ევროპა თვითტყვობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხაბებაა. ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული ბევრჯერ გადკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან თუ რა არის ქართული ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის ქარიშხალში შეყვანა. ამიტომ კიდევ ერთხელ ავხსნი, თუ გინდა რომ იყო მშვიდობის პროექტი, გაგანია ომისას არ უნდა მოითხოვო სამომ გამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა. არ უნდა აფათურო უხეშად ხელები ქართველების 1000 წლეულებ გამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა. თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამას პროპაგანდისტულად დახატული ევროპელობა არ ყოფნის. ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება. ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმდიდრე და თავშეკავება. ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ. სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ არსებითად იმართება გარე გავლენებით. სუვერენიტეტის დეფიციტი არის დღეს ევროპის მასშტაბით მთავარი პრობლემა. რამდენიმე სახელმწიფო შემორჩა ევროკავშირის მასშტაბით ისეთი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიდრე დადგება კონკრეტულად დღის წესრიგში ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანების საკითხი, მანამდე ევროკავშირი დაძლევს ყველა ამ პრობლემას. სურვილი არის რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის თავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მის საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ განვითარება, პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, იმას, რისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა. როდესაც ჩვენ საბრძოლოდ გვიყენებენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საკუთარი ღირებულებების დათმობას ან მშვიდობის დათმობას, ამ შემთხვევაში არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე კეთილდღეობის დათმობას. ეს რა თქმა უნდა არის არასწორი დილემა. ხო, ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების ფასეულობების შენარჩუნებით. ევროკავშირმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციით ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილი გახდება. სწორედ ამას მოყვა მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, რომლებიც ახლა მოისმინეთ.